თეატრები თვეების განმავლობაში იყვნენ გაფიცული, ცოტა ხანია რაც სპექტაკლების ნაწილის სცენაზე დაბრუნდნენ, მაგრამ ამჯერად ქართულმა ოცნებამ მათი დევნა და გაშავება გადაწყვიტა. როგორია წინააღმდეგობა თეატრში, როგორია თეატრის ფუნქცია საზოგადოებრივად, ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტუმრებთან. ეს უკანონო პოდკასტია, მე გიორგი ბასხაჯაური ვარ და ჩვენი სტუმრები არიან დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ქეთევან სამხარაძე, დრამატურგი, კომპოზიტორი და თეატრის რეჟისორი დავით ხორბალაძე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სულ თავიდან უნდა გკითხოთ თქვენთვის რა არის თეატრის ფუნქცია პერსონალურად, იმიტომ რომ საზოგადოებრივად საკმაოდ აქტიურები ხართ, პროტესტზეც ხშირად დამინახი ხართ ხოლმე და სად არის ეს გადაკვეთის წერტილი თუ რაღაცა თქვენი შინაარსი როგორც ადამიანის სად იკვეთება, მოკლედ რატომ თეატრი რატომ აირჩიეთ? თეატრის ფუნქციაზე ლაპარაკი ესეთ დროში მით უმეტეს ცოტა რთულია ალბათ, მაგრამ პირადად ჩემთვის ყოველთვის არის ამ ზოგადი პროცესის ნაწილი თეატრიც, ხო, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენ თვითონაც პირად ცხოვრებაშიც რა პროცესებსაც გავდივართ, თეატრიც ამისი ნაწილია და ჩემთვის პირადად წინააღმდეგობის ნაწილიც არის თავისთავად და როგორ თეატრსაც მე ვაკეთებ, ეგ აუცილებელი პირობაც კია და ქეთევანისთვისაც ალბათ და ხო, მე ეგრე ვხედავ ყოველ შემთხვევაში ჩემ თავს, რომ თეატრი ყოველთვის იქ არის და იმაზე ლაპარაკობს, რაზეც ან არ ლაპარაკობენ და საზოგადოებისთვის ისეთი საკითხებია ცოტა, რაზეც ურჩევნიათ რომ არ ილაპარაკონ და დამალონ ეს პრობლემები, ან რასაც ხელისუფლება ზღუდავს, ან ნებისმიერი ისეთი საკითხი, რაც არის რეპრესირებული, არის ჩემთვის მთავარი საკითხი და ამაზე მირჩევნია ხოლმე რომ ვილაპარაკო. თეატრი არის რეაგირების ტერიტორია. იქ სადაც არსებობს რეაქცია, არსებობს წინააღმდეგობაც ბუნებრივია, იმიტომ რომ რაც მიმდინარე მოვლენა იქნება ეს თუ საკითხი ან თემა ან იდეა, ამაზე რეაგირებასაც ახდენ, ბუნებრივია რომ შენ მას აანალიზებ, იკვლევ და რეპრეზენტირებ, შეიძლება სუბიექტური პერსპექტივით, მაგრამ მაინც პერსპექტივით და როცა ეს ხდება, ეს აუცილებლად წინააღმდეგობას ნიშნავს. ჩემთვის ახლაც და ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება, რომ თეატრი ყოველთვის იქნება წინააღმდეგობის ტერიტორია, როგორც დათომ აღნიშნა და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს ამ მოსაზრებაში. ბრეხტი ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ არც ახლა ზუსტ ციტატას ვერ მოვიყვან, მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად არის ეს მთავარი იდეა ფიქსი. თეატრი არ აირეკლავს რეალობას, თეატრი არის ჩაქუჩი, რომელიც ჩაგარტყამს რა. და ახლა მით უმეტეს უნდა გქონდეს თეატრს ეს ფუნქცია კიდევ უფრო მეტად, რომ კი არ გვაჩვენოს რეალობა როგორია, არამედ გვითხრას ძალიან ხმამაღლა, რომ ვიმოქმედოთ და გვითხრას ძალიან ხმამაღლა, რომ რეალობა ყოველთვის არ იქნება ისეთი იდეალური, როგორც ჩვენ გვინდა, ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობის გარეშე. პრინციპში უნდა გთხოვოთ ბოლო წლებში როგორი იყო ამ თეატრის სცენა, რაც თქვენ გინახავთ რა თქვენი თვალით, როგორი იყო ამ რაღაცა ახალი ფორმების თუ აქტუალური შინაარსების ძიების ამბავი რა, რამდენად აირეკლავდა თუ რამდენად ასრულებდა ჩაქუჩის ფუნქციას, მოკლედ თეატრი ბოლო წლებში. იცი რა, არ მიყვარს ხოლმე ეს განზოგადებულად ლაპარაკი, თვითონ თეატრი რამდენად ასრულებდა ამას, ზოგ შემთხვევაში ახერხებდნენ კონკრეტული რეჟისორები და კონკრეტული ჯგუფები ამას, ზოგ შემთხვევაში არა. სახელმწიფო თეატრები ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გახდნენ უფრო ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ეს არჩევნების შემდეგ გულისხმობს სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევნებს, ძირითადად ამ სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებად მოვიდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერი რეჟისორები, რამაც პრინციპში შეუძლებელი გახადაო თეატრი კრიტიკული ყოფილიყო, გულისხმობს სახელმწიფო თეატრებს და იყო ხოლმე რაღაცა პატარ-პატარა შემთხვევები, როცა რაღაც კრიტიკული სპექტაკლები იდგმებოდა. მაგრამ მე შემიძლია უფრო ჩემი პერსპექტივიდან ვილაპარაკო, ამის პარალელურად დამოუკიდებელი სივრცეები თავის მხრივ ძლიერდებოდნენ და ამ წინააღმდეგობის პროცესსაც ვაძლიერებდით, რამდენადაც ეს შეგვეძლო ჩვენი ნამუშევრებით. ცხადია, რომ ეს
არ იყო თქვათ ესე მასობრივად შეიძლება ვერ ახდენდა დიდ ზემოქმედებას, მაგრამ გონია რომ თუნდაც ახლა ეს პროცესი რაც დაიწყო, ხო თეატრის წინააღმდეგობა რადგან ესეთი ძლიერი აღმოჩნდა საბოლოოდ, გონია რომ ამაში დამოუკიდებელ თეატრებს განსაკუთრებული ძალისხმევა აქვთ ჩადებული ამაში და ამან გამოიწვია დიდ წილად ეს და ნუ მე უკვე თქვათ ერთ-ერთი და პრინციპში ერთადერთი ესეთი მაგალითი იყო ახალი თეატრი დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც ჰქონდა რაღაცნაირად ეს ფუნქცია, რომ სახალხო ყოფილიყო რაღაც თვალსაზრისით და ელაპარაკა პრობლემებზე და ნუ ამის გამოც მოხდა ალბათ ხა უკვე რაც მოხდა ბოლოს. შენ თუ გვაქვს რეფლექსია ან დაკვირვება? კი, ანუ ის აბსოლუტურად მართალია, რომ სადმე თუ ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში განსაკუთრებით, სადმე თუ იქნებოდა დამოუკიდებელი ცოცხალი აზრი თეატრში ან თეატრალური პროცესი, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი სივრცეები და დამოუკიდებელი არტისტები რა, ვინც თეატრში მუშაობენ. სამწუხაროდ სახელმწიფო თეატრებისგან ნელ-ნელა ეტაპობრივად იდევნებოდა თავისუფალი ტერიტორიის არსებობის შესაძლებლობა. მართალია იქნებოდა სპექტაკლები, მე პირადად მითანამშრომლია სახელმწიფო თეატრებთან და ყოფილა მცდელობა რომ რაღაცნაირად თავისუფლები ყოფილიყავით ჩვენ, ავტონომიურები ყოფილიყავით ჩვენს გამოხატვაში, მაგრამ რიგი წინააღმდეგობების გავლა გვიწევდა. შესაბამისად, ისევ არჩევდით, რომ აი ამ რაღაც ურთულეს გზას დავდგომოდით და ისე დამოუკიდებელი პროექტები გვეკეთებინა. სხვათა შორის ის, რომ მიმდინარე წინააღმდეგობაში თეატრი აღმოჩნდა ერთ-ერთი მოწინავე, თეატრალური ერთობა, იმიტომაც არის დამოუკიდებელი პლატფორმების, სივრცეების და ხელოვანების, ანუ აი ფრილანსერი ხელოვანების დამსახურება, რომ ჩვენ მეტი რეზისტენტულობა გვაქვს. ჩვენი მუშაობა თეატრში არის ბრძოლა გადარჩენისთვის და ჩვენი ცხოვრების წესია. შესაბამისად, გამძლეები ვართ უფრო ამტანები და ამ წინააღმდეგობაში უფრო სწრაფად შევძელით რეაგირება და კოორდინირება. ახალი თეატრი ახსენა დავითმა დათომ და ახალი თეატრი სახელმწიფო თეატრი იყო მართალია, მაგრამ იმ იშვიათთაგან იყო სახელმწიფო თეატრებს შორის, სადაც დამოუკიდებელი თავისუფალი აზრის გამოხატვა შემოქმედებითად და იმის მიღმაც იყო შესაძლებელი და ნუ აი ამის ტენდენცია არის, რომ დღეს სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ ყავს ამ თეატრს ის, ვინც ლობირებდა დამოუკიდებელი და ავტონომიური აზრის რეპრეზენტირებას რა. და ეს ტენდენცია, რომ სახელმწიფო თეატრების მისამართით და დამოუკიდებელი თეატრის მისამართით არსებობს, ანუ აი ეს ცენზურის ტენდენცია, რეპრესიის ტენდენცია იზრდება, ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი განცდა მაქვს, რომ გაიზრდება და ეს არის ზუსტად იმ წინააღმდეგობაში ჩვენს მიერ გამოხატული ძლიერების შედეგი, ანუ გაფიცვა მაგალითად, რომელიც 13 თვის განმავლობაში გაგრძელდა, ამბობა რომ სიმბოლური იყო, თუმცა ფაქტობრივად ჩვენ გაჩერებული გქონდა მუშაობა, პროექტები, ამაზე ჩვენ ბოთხონღლა ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმიანობა შეწყვეტილი გქონდა შესაბამისად შემოსავლის წყაროც. და აი ამ ბრძოლის უნარიანობამ, ამ სიმტკიცემ აჩვენა, ვფიქრობ, მართლ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ არსებობდა რაღაც ტერიტორია, რომელთა ძალაც შესაძლოა ყოფილიყო ელექტორალური რა. იმიტომ არა და ძალიან მნიშვნელოვანია მაგაზე საუბარიც, როგორი დარტყმა იყო ეს მსახიობებისთვის, არაერთი მიმართულების პროფესიონალისთვის, რომელიც ამ სივრცეებში იყო და ამ სივრცეებისგან იღებდა რაღაცა მათი ცხოვრების მთავარი შემოსავალი იყო რა, მთავარი შემოსავალი და მაგრამ მაინც ეს ამ წინააღმდეგობამ გასტანა დიდხანს ამ რეზისტენტულობისგან, იმისგან რომ რაღაცა გადარჩენისთვის ბრძოლას იყავით მიჩვეული, მაგის გარდა რამ ითამაშა როლი, რატო იყო რომ აი თეატრების და კინოს ხალხი ისედაც აი 21-ში წულუკიანი რომ მივიდა კულტურის ministrად, მანდედან დაიწყო ეს წინააღმდეგობა და იქედან მოყოლებული ეს წინააღმდეგობა არ ქრება სხვადასხვა ფორმებით, სხვადასხვა ჯგუფები ჩნდებიან, რა აქვს მოკლედ ამ darks ეგეთი რა, რომ მუდმივად ამ რაღაცა თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ეძებს. ნუ ალბათ თავისუფლება არის ამ მნიშვნელოვანი, ახლა ოღონდ ესე პათეტიკურად ჟღერს უკვე და თითქოს არაფერს აღარ ნიშნავს ეგ სიტყვა, მაგრამ ნუ ხელოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ეგ და როგორ შეზღუდულ რეჟიმშიც არ უნდა ცხოვრობდე, რა რეჟიმიც არ უნდა გიკონტროლებდეს შენ ცხოვრებას და შემოქმედებას, შეუძლებელია რომ ისე იმუშაო, რომ
არ გაგიჩნდეს ანუ როცა გინდა რომ ის თქვა ისი თქმაც გინდა ეს უკვე ნიშნავს იმას რომ შენ გჭირდება დემოკრატიული თავისუფალი გარემო სადაც შეძლებ იმაზე ლაპარაკს რაზეც გინდა ნუ ამას რა თქმა უნდა განსაზღვრავს ასევე ეკონომიკური მდგომარეობაც ხო მე შენ ფინანსურად რამდენად შეგიძლია რომ საერთოდ იმუშაოთ ან არ იმუშაო იმიტომ შეიძლება გადარჩენის ზღვარზე იყო უკვე და ვეღარ შეძლო ვერაფრის დადგმა და წერა ან გახდეს მაშინ უკიდურესად რადიკალური ეს შენი ხელოვნება და აღარც არანაირ რაღაც ფინანსურ ღირებულებებს აღარ კონდეს მიბმული და ეს უკვე ალბათ როცა უკვე აღიარებული რეჟიმი არსებობს სახელმწიფოში და იქ ყალიბდება უკვე ხელოვნება ალბათ უკვე მაგ შემთხვევაში ხდება ხოლმე ეს რაღაცა პატარა underground ხელოვნება როცა ვითარდება ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ მაგ მდგომარეობაში და არც ეს დიქტატორული რეჟიმი არ არის ბოლომდე აღიარებული, ამიტომ აი ეგ რაღაცა შუალედურ მდგომარეობაში ვართ ახლა ალბათ. ცოტა მგონი კითხვიდან გადავუხვია, მაგრამ ხო აი ეგ ალბათ რამაც გააერთიანა ეს გაფიცვა ხო თავიდანვე იყო პირველ რიგში ალბათ ეს სისასტიკე რაც ქუჩაში ხდებოდა და ჩვენთვის შეუძლებელი იყო სპექტაკლები გვეთამაშა იმის ფონზე რა ძალადობასაც ხედავდით ქუჩაში და ნუ მეორე მხრივ სიტყვის თავისუფლების ეს ღირებულება რაც მგონია რომ ყველა ხელოვანს აერთიანებს მეორე მხრივ აი იმის კონტექსტ ამ კანონების ცენზურის კანონის კონტექსტზეც მინდა გკითხოთ როგორია აი რაღაც თეატრის რეჟისორები ხართ ორივე დრამატურგები როგორია თქვენი თვალით აი ეს მცდელობა ფაქტობრივად კანონის ძალით კონტროლის ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ცენზურის კანონი ერთ საკითხს მოიცავს მაგალითად ერთ სოციალურ ჯგუფს მოიცავს მაგრამ როგორია საერთოდ ეს მცდელობა რომ ცენზურა შეიტანოს პრინციპში სხვადასხვა სივრცეებში და არც ვიცით ბოლომდე რა სივრცეებში და რა ფორმით, მაგრამ არის მცდელობა როგორ აფასებთ მაგ ნაწილს. ძალიან ბავარის ის კანონური პროექტი, უბრალოდ კანონების კრებული, რომელიც ესე გაიბნა სხვადასხვა კანონში, მხოლოდ ერთ სოციალურ ჯგუფს არ მოიცავს და არ გულისხმობს, ან არ არის დაკონკრეტებული იმდენად, რომ ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს სადავო. და კანონს აწინააღმდეგო. მე რასაც ვაკვირდები, საწყის ეტაპზე ახსრულების მექანიზმი არ მუშაობს ამ კანონის ჯერჯერობით, თუმცა დაიწყება, რა შეუშლით, რო არ დაიწყოს, იცით რა მუშაობს, თვითცენზურა მუშაობს რა. თვითცენზურა ყოველთვის ასწრებს ხოლმე რაღაც კანონის, აი ანტიდემოკრატიული კანონის ახსრულებას და ეს კულტურული ასპექტი არის ყველაზე დამანგრეველი, ვფიქრობ შემოქმედებითი სივრცისთვის და შემოქმედებითი ადამიანებისთვის. თუმცა ზოგადად ჟანრის კლასიკა არის ეგეთი და ისტორიაც გვასწავლის, რომ ნებისმიერი ხელოვნების ტერიტორია ჟანრი მიმართულება იქნება ეს თუ გამოვლინება თუ გამოხატულება, რა დროსაც დგება საფრთხის წინაშე მისი თავისუფლება, რა დროსაც ცენზურა იბრძვის, უფრო ძლიერდება და უფრო ხმამაღალი ხდება რა. მართალია ჩვენ ახლა ძალიან შიგნით ვართ და პროცესში ვართ და ზუსტად არ ვიცით ეს როგორ შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება ამასთან დაპირისპირება. თუმცა ზუსტად ვიცი რომ ეს გზები და ეს ხერხებიც გამოიძებნება და ერთი რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ცენზურას უნდა ებრძოლო ხმამაღალი ლაპარაკით იმით რომ იყო ცენზურა ერთად დავამატებ წინააღმდეგობაში გარდა იმისა რომ ზოგადად ხელოვნებას არ უყვარს თავისუფლების შეზღუდვა და მას უნდა კონდეს განცდა აი ეს ტერიტორია რომ იყოს ისეთი როგორიც უნდა რომ იყოს აი ეს კულტურული ასპექტიც რომ განვიხილოთ და ამისი აი ცოტა ესე ვთქვათ ფილოსოფიური ასპექტიც რა პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგობაში ყოფნას მე ასე მჯერა იმიტომ რომ ფაქტობრივად გამოდის რომ თუ შენ არ ხარ მხარდამჭერი ხელისუფლების ამომრჩეველი და მას ხედავ ანუ ხარ კრიტიკული და მას ცხიათ გამოხატავ და გახარ წინააღმდეგობაში ექსტენსიური საფრთხე გექნება ადამიანს პროფესიონალს შენივე პროფესიაში და საქმიანობაში იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს სივრცე და კიდევ უფრო მეტად აღარ იარსებებს სამწუხაროდ ითაც შენ შეგიძლია რომ როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა მაგალითად ან დამოუკიდებელმა სივრცე მოიპოვა რესურსი იმისთვის რომ შექმნა პროდუქტი აი პრაქტიკული მნიშვნელობა არის ეს რომ მე უბრალოდ ფული არ მექნება არ მექნება რაღაც მატერიალური რესურსი არ მექნება ხელმძღვანელი სივრცეებთან იმიტომ რომ არ დამითმობენ ამ სივრცეებს ნებართვას არ მომცემენ რომ ქუჩაში მქონდეს მაგალითად სპექტაკლი ან რაიმე წარმოდგენა და გავქრები ფაქტობრივად ხვდებით და აი ის რომ შენ გარდა იმისა რომ არ შეგიძლია თავისუფლად გამოხატო შენი აზრი და
დადგა ის რაც გინდა, დაწერო ის რაც გინდა, ხო? გარდა ამისა, გაქრე, საერთოდ გაქრე. იმიტომ რომ აღარ იარსებებ და აღარ მოინიშნები ამ რუქაზე, ასე თეატრალური ტერიტორია ქვია. ანუ წახვიდე კომპრომისზე და კომპრომისზე წასვლა კიდე ხელოვნებას არ უყვარს. მე არ მჯერა კომპრომისზე წასული ხელოვნების ის განწირულია სიკვდილისთვის და ასეთი ტენდენციას ვხედავთ კიდეც ჩვენ თეატრში, რომ ორი ფლანგი არსებობს, ის სადაც ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს დამოუკიდებელი თეატრების სახით და იბრძვის სიცოცხლისთვის და ყოველჯერ ცეცხლის ცეცხლი აინთოს და სახელმწიფო თეატრები, სადაც ცეცხლიც არ არის, ანუ სადაც ჩვენ ვხედავთ მკვდარ პროცესს. სამწუხაროდ ასე ახლა არაკოლეგიალურად გამომივა მაღალი ალბათობით, მაგრამ ეს არის რეალობა ობიექტური და ესეთი ხელოვნების როგორ უნდა მჯეროდეს, რომელიც მკვდარია და აპოლოგეტი რა იყოს კიდე მიმდინარე ხელისუფლების, კიდე რაღაც იდეოლოგიური საფუძველი ექნებოდა და გაიგებდი, რომ ანუ რაღაც რელსზე მაინც დგას. არაფერ რელსი არ დგას, ანუ აბსოლუტურად უშინაარსოა. მხატვრული ესთეტიკური ღირებულებითაც, თუმცა ახლა ამ შინაარსში რა შევიდა არ იქნება სწორი, მართლა არაკოლეგიალური იქნება, მაგრამ იდეოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური თვალსაზრისითაც არაფერს არ აკეთებს. წარმოებაზეა, წარმოება წარმოებისთვის არის და რა ვიცი. ბევრი ლაპარაკი. შენ როგორ ხედავ ამ წინააღმდეგობას და ანუ რამდენად შეიძლება რომ რაღაცა ყურადღება მიაქციოს ამ შემთხვევაში ან შენ პერსონალურად რამდენად ახდენს შეზე გავლენას ის რომ რაღაცა კანონი არსებობს რომელიც საზღვარს გიწესებს რა თუ ამ ოჯახური ღირებულებების დამცველ კანონს თუ გულისხმობთ ეგ არ ვიცი ჩემთვის ეგ მართლა არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ რა ვიცი ანუ ყველა ჩემი სპექტაკლი მაგ კანონით ალბათ დაცენზურებული იქნებოდა ეხლა რომ სადმე რეპერტუარი არსებობდეს და ეს ჩემი სპექტაკლები რომ დღეს თამაშდებოდეს და მაგის გამო არ შეწყვეტილა ამ სპექტაკლების ჩვენება უბრალოდ მართლა ფიზიკურად იყო უკვე შეუძლებელი და აი ამ პრაქტიკული მიზეზების გამო რაც ხა ქეთევან რაზეც ქეთევანმა ილაპარაკა და ამჯერად არ არის ეს სპექტაკლები ვერ ნახავთ ვერსად ჩემს სპექტაკლს სამწუხაროდ დღეს თუმცა რავი ეხლა რომ ახალი სპექტაკლის დადგმა დავიწყო მაგალითად ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ისე დავდგა სპექტაკლი რომ არ ვილაპარაკო თქვათ იმ საკითხებზე რაც მე პირადად მაწუხებს და რითაც ვხედავ ბმას საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან ამიტომ წარმოუდგენელია რომ მაგ კანონმა მე ხელი შემიშალოს რომ იმაზე ვილაპარაკო რაც მე მაწუხებს და ეს საკითხები მე ძალიან მაწუხებს და მგონია რომ თეატრი თავისთავად ქვიარ მოვლენაა იმიტომ რომ ქმნის საერთო სივრცეს და ვცდილობს რომ ყველა ადამიანისთვის შექმნას თანასწორი გარემო და თეატრი არ გულისხმობს მარტო იმას რომ შენ რაღაცა სცენაზე გამოხვიდე და სათქმელი თქვა ეს თავისთავად სისტემურ ცვლილებასაც გულისხმობს ჯგუფთან როგორ მუშაობ როგორ ცვლი თვითონ ამ შიდა სისტემას ხო მსახიობები როგორ არიან როგორ არის ძალაუფლების გადანაწილება თვითონ ამ სამუშაო პროცესში და ამიტომ თავისთავად სარეპეტიციო პროცესიც კი ქვიარ ბრძოლა ასე ვთქვათ ჩემთვის და ამიტომ რა ვიცი ხე აი კანონი ჯერ ერთი ვერ ხვდები როგორ უნდა გადაწყვიტოს ვინმე ჩემი სპექტაკლი რაღაცა პროპაგანდას ახდენს თუ არა რამის ხო და ნუ თუ გადაწყვიტონ არ ვიცი და მე რომ ნახოთ ხო რაღაც სუბიექტური შემფასებლის პასუხისმგებლობა იქცევა პრინციპში მაგის გადაწყვეტა ვინ უნდა შეაფასოს თეატრმცოდნეებს მოიყვანეს სპექტაკლზე და დასწრებინეს თეატრმცოდნები და იტყვიან რომ აი ქვიარ მცოდნეებს ეს უცნაური ამბავი აი თეატრმცოდნეებს ქვიარ თეატრმცოდნე პრინციპში ამ გაფიცვის რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ სპექტაკლების ნაწილი დაბრუნდა რეპერტუარში მაგ ამბავს როგორ უყურებთ არიან ადამიანები რომლებიც ასევე ამბობენ რომ რა დროს ეგ არის მაგრამ მე ვთვლი რომ პირიქით შეიძლება მაგის დრო უფრო იყოს აი ახლა ბოლო დროს ვნახე ნუ არ გამოხვალ ოთახიდან და მანდაც პრინციპში ეგ არის რომ ეს რეალობა რომელიც გარეთ არის სცენაზე შედის პერსონაჟსა და მსახიობს შორისაც ზღვარი იშლება და რაღაცნაირად ამ გადაკვეთა ხდება უფრო სწორად იმის რაც გარეთ ხდება ამ პროტესტის ხმის და პერსონაჟის ხმის და როგორ უყურებ მოკლედ ამ სცენაზე დაბრუნებას სპექტაკლების და რაღაცნაირად მაგ პროცესის ისევ გაგვიწებას პირველ რიგში დაბრუნებად არ ვასახელდებ სახელდებას არ უკეთებ როგორც დაბრუნების რა მგონია რომ
გაგრძელდა პროცესი. არ ვიცი, რაღაცნაირად არც მეთოდი არ შეცვლა, არც ფორმა, კი მithkoms ხოლმე რომ მეთოდი შეიცვალა, ფორმა შეიცვალა, მაგრამ არა, რაც წინააღმდეგობა გაგრძელდა პირიქით, შეიძლება ახლა უფრო ხელშესახების გახდეს რა თეატრალური ხელოვნება. მე პირადად რატომაც გადავწყვიტე რომ ეს პროექტი აღმედგინა და გამეკეთებინა იყო ის რომ მქონდა განცდა, ეს ძალიან ბრუტალური, მაგრამ მაინც განცდა, შეიძლება უიმედობიდან გამომდინარე რომ ახლა თუ არ გავაკეთებდი რაღაცას როგორც შემოქმედი და ცოტა ანუ რაღაც მხრივ ცოტა კი არა რაღაც მხრივ წინააღმდეგობასთან არ დავაკავშირებდი მე საერთოდ აღარ მექნებოდა ამის გაკეთების შესაძლებლობა. ანუ აი სულ ამბობდი სექტემბრიდან საერთოდ შეიძლება ვეღარაფერი ვეღარ ვქნათ, ვეღარ დავდგათ. ანუ გულისხმობს შეიძლება დადგა რაღაც ისეთი რაც შეიძლება გაიყიდოს კიდეც მაყურებელს და ასე შემდეგ, მაგრამ გულისხმობ ის რაც კავშირშია წინააღმდეგობასთან და სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან. თუმცა ასევე ერთ-ერთი მიზეზი რამაც განაპირობა რომ მე პირადად ეს პროექტი გამეკეთებინა და სუბიექტური პერსპექტივიდან ვილაპარაკებ იყო ის რომ მსახიობები მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ რომ ჩვენ გვინდა აი ის ვინც ამ პროექტშია ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ რაღაც სცენიდანაც და ეს ჩვენ გვჭირდება ამის მოთხოვნილება გვაქვს ოღონდ რაღაც ისეთი რაც ზუსტად ვიცით რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონტექსტში თავის სიტყვას იტყვის თავის ათქმას და ჩვენ როგორც მოქალაქეებსაც შეგვეძლება პოზიციონირება იმიტომ რომ ზუსტადაც აბსოლუტურად სწორად აღნიშნე რომ საზღვარი სცენასა და ქუჩაში პარტნიორს შორის და ასე ყველაფერს შორის წაშლილია რა ჩვენ ყოველ სივრცე და პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ ვილაპარაკოთ ხმამაღლა იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა და შანსი აღარ გვექნება ამიტომ ეს გაგრძელება დაბრუნება ასე ვთქვათ ეს გაგრძელების პროცესი ჩემთვის მარტივი არ ყოფილა რა მიუხედავად იმისა რომ პანდემია გამოიარა თეატრმა და ჩემთვის ესეთი რთული მაშინ არ ყოფილა რაღაცა პროფესიაში ყოფნა ფიზიკურ სივრცეში ან დაბრუნების კონტექსტში ვიდრე ახლა სამი თუ გაგრძელდა ეს გაფიცვა და რაღაცნაირად რეპეტიციების პროცესში თელ შემოქმედებით გუნდს ქონდა რაღაცა აი ამოუხსნელი სინთეზის ქეჯნა, შფოთვა და გაასმაგებული პასუხისმგებლობის შეგრძნება, რომ ჩვენ ახლა რამდენად სწორად ვიქცევით, რამდენად მართლები ვიქნებით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ამის დრო არ არის. მე მიმაჩნია, რომ ამის დრო ყოველთვის არის, ობიექტურად ამის დრო ყოველთვის არის თეატრის მაგალითად და ხელოვნების კეთების ახლა კიდევ უფრო მეტად. არამედ გულისხმობ, რომ ის პასუხისმგებლობა რა ხო ჩვენ რამდენად მართლები ვიქნებით და რამდენად გულწრფელები მაყურებელთან დიალოგისას და სპექტაკლის პრინციპში აბსოლუტური ნაწილი ანუ აბსოლუტური უმრავლესობა სცენების მაგ შეგრძნებაზე დაშენდა რომ ჩვენ აღარ აი ყოველს გვთავაზობს თეატრი თავისი არსით რაღაც გამონაგონს და ასე შემდეგ რა ჩვენ აღარ შევეცდებოდით არ შევეცდებოდით რომ არ ყოფილიყავით გულწრფელები ჩვენს არცეთ ასპექტში და მართალი ის პირობითობა შენარჩუნებული იქნებოდა სადაც ჩვენ ვიქნებოდით პერსონაჟები და მოყვებოდით ცხვის ამბავს მართალი რეალური ისტორიას დაფუძნებულს მაგრამ აი ცხვის ამბავს თუმცა ჩვენ ვიქნებოდით მოქალაქეებიც ამასთან ერთად და ნუ პრინციპში ეს ბრეხტი აკეთებს რა აკეთებდა თავის დროზე და არაფერი ახალი არ გაგვიკეთებია ჩვენ უბრალოდ ეს იყო რეფლექსირება ის იყო რაღაც იმ შეგრძნებების და იმ ფიქრების და ემოციების ამოხეთქვა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაგროვებდით როგორც მოქალაქეები პირველ რიგში და როგორც შემოქმედები. და ეს იყო ძალიან რთული. ასე მე არასდროს არ მინერვიულია და პირველად იყო ჩემ შემთხვევაში, ანუ როგორც აი რეჟისორის ხელოვანის შემთხვევაში, რომ არ ვფიქრობდი საერთოდ იმაზე, რომ ვინმე მოვიდა და მეტყოდა რომ რა კარგი მიზანსცენა იყო, ანუ რაღაც შემაქებდა, მოეწონებოდა, ან არ მოეწონებოდა, რაღაცა პროფესიულ ასპექტში განიხილავდა რა სპექტაკლს. პირველად მქონდა განცდა, რომ მოთხოვნილება მქონდა რომ აქედან რამდენი ადამიანი განქოცდება პირობითად უხეშად რო ვილაპარაკოთ რამდენი წავა აქციაზე რამდენი იტირებს ამ სცენის მერე რას იფიქრებენ სწორად გაგვიგებენ თუ არა და აი კიდე რაც შეიძლებოდა განსხვავებულ აუდიტორიას ენახა და იმ ბაბს რომელშიც მევტრიალებ და წარმოვადგენ და ეს იყო მარტო ჩვენი ფიქრი რომ ღმერთო ნეტა ყველა მოვიდეს რომ სულ მინიმუმ გაიგოს მე რატომ შეიძლება ვიდგე წინააღმდეგობაში და რატო აღარ უნდა ვიჯდე ოთახში ხვდებით არ ვიცი ხემოციოდ ვილაპარაკე, მაგრამ ძიმე იყო მოკლედ. შენთვის როგორ არის დავით, რამდენად შეუძლია რომ ეგ ძვრა გამოიწვიოს მნახველში და მაგის რაღაცისკენ უბიძღოს მოკლედ. ჩემთვის აი სულ რომ პირდაპირ არ ლაპარაკობდეს თეატრი დღეს პოლიტიკურ საკითხებზე. მაინც აქვს მას ძალა რომ შექმნას რაღაც კოლექტიური სიხარულის შეგრძნება. ეგ მგონია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ როცა ყველა არის ასოწარკვეთილი და მით უმეტეს როცა აკეთებ ისეთ
ნამუშევარ, სადაც რაღაც შესაძლებელი რეალობის განცდას უქმნი ადამიანებს, ხო რაღაც რწმენას უღვივებ, არ გულისხმობ რაღაც პოზიტივისტურ გაგებას მაინც და მაინც, რომ ჩვენო როგორი ბედნიერები შეიძლება ვიყოთ ხვალ და ასე შემდეგ. გულისხმობ თავისი ფორმითაც, შინაარსითაც, როგორ არის აწყობილი მთლიანად სპექტაკლი, ხო და როგორ მდგომარეობაში ამყოფებ მაყურებელს იმ დროის განმავლობაში, როცა შენ სპექტაკლს ნახულობს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მგონია, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის მაგალითად ხშირად ყოფილა ცხოვრებაში ეგ, რომ ძალიან რთულ პერიოდებში მინახავს რაღაც ისეთი სპექტაკლი, რამაც მომცა მაგის ძალა, რომ დაუბრუნებოდი თუნდაც ჩემი საქმიანობის კეთებას, ან წინააღმდეგობის ძალა უფრო მეტად მეგრძნო საკუთარ თავში, ან დამენახა, რომ ეს შესაძლებელია, რომ რაღაც თითქმის შეუძლებელი შევცვალო. მარტო მე არა შეიძლება რაღაც ილუზიაა მაინც ხო რაღაც მომენტში მაგას რო იჯერებ, მაგრამ გეხმარება ეგ რომ გააგრძელო ცხოვრება და მოძებნო შენაირები და გაძლიერდეს კიდევ უფრო ეს პროცესი და ამიტომ მგონია რომ ამ პერიოდში ალბათ ეგ არის მნიშვნელოვანი რომ ეგრე შევხედოთ თეატრს არა როგორც რაღაცა მხოლოდ გართობის საშუალებას, იმიტომ თუ ეგრე ვუყურებთ რომ თეატრი გართობის საგანია მხოლოდ, მაშინ ხო შეიძლება ვთქვათ რომ რა დროს ეგ არის, თუმცა რა ვიცი გართობის დროც მგონია რომ ყოველთვის არის გააჩნია მდგომარეობას ალბათ, ეხლა და როგორ გავიგებთ ამასაც, მაგრამ მოკლედ ხო ამის თქმა მინდა რომ აი მაგ მხრივ რომ თეატრი არის ადგილი, საიდანაც ჩვენ ვიღებთ ძალას და ენერგიას, რომელსაც მე წინააღმდეგობაში ვიყენებთ, ეს თავისთავად გამოდის რომ თეატრი არის ამ წინააღმდეგობის ნაწილი. და გააჩნია ვინ აკეთებს კიდე ამას, ხო? ხარ შეიძლება რომ არ ვიცი, აი ყოფილა ხა ამ ბოლო პერიოდში შემთხვევები რომ მინახავს რაღაც სპექტაკლების ანონსი ისეთი ადამიანის მხრიდან, ვინც არ არის წინააღმდეგობასთან არასდროს არ ყოფილა კავშირში და არც არასდროს ამოუღია ხმარ ამ უსამართლობაზე და უცებ დგამს ისეთ სპექტაკლს, რაც თითქოს თავისი შინაარსით კლასიკური ნაწარმოებია და ამ რაღაცა ძალაუფლების გარყვნილობაზე შეიძლება რომ ლაპარაკობდეს, მაგრამ იმდენად წარმოუდგენელია, რომ იმ კონტექსტში დავუშვათ იმ თეატრში ის ადამიანი და ის ჯგუფი ამაზე ფულწრფელად ლაპარაკობდეს და დღეს აკრიტიკებდეს ამ ძალაუფლების გარყვნილობას, რომ არ ვიცი, აი ამას არ აქვს ფასი ჩემთვის, მაგრამ აქვს ფასი იმას, არ ვიცი, ვიღაცამ რომ მოკლედ კონტექსტ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და სულ რო რაღაცა კარნავალი დადგას ახლა ვიღაცამ, სადაც მე ვიგრძნობ, რომ ჩემს როგორც ერთ რაღაცა პატარა ადამიანის არსებობას მნიშვნელობა აქვს და ჩემს სიხარულს და სიამაყის და სიძლიერის განცდას რაღაც მნიშვნელობა აქვს, სულ რო ეს გრძნობა რაღაც კარნავალმა მომიტანოს, მე არ ვიტყვი იმ კარნავალზე, რომ ეს რა დროს ახლა ამ კარნავალის დროა, რა მგონია რომ არის ყველაფრის დრო, რაც ჩვენ შეგვმატებს ძალას, მხნეობას და წინააღმდეგობის უნარს. ერთი როგორია მაყურებლისთვის და რა შეიძლება ნიშნავდეს მაყურებლისთვის ცალკეული გამოცდილება სპექტაკლზე ყოფნის, მაგრამ თვითონ ვინც ამ სივრცეების ნაწილი ხართ და ვინც შიგნით ხართ, რამდენად შეიძლება რომ აქ გარედან რეპრესიებმა პირიქით უფრო გააქტიუროს შესაძლებლობა იმის, რომ ჯაჭვები მეტად გააბათ, ერთმანეთი მეტად დაინახოთ, რაღაცნაირად სივრცე უფრო მეტად გააძლიეროთ, იმიტომ რომ გარედან რაღაც ის არის დევნის ამბავი. ეგ შესაძლებლობა რამდენად შეიძლება ამოქაჩო, ან საერთოდ როგორია რა ეგ ამბავი, ან მოლოდინი თუნდაც იმის, როგორ შეიძლება რომ კიდევ უფრო ქმედითი გახდეთ. სხვათა შორის ბოლო პერიოდში მიმდინარე წინააღმდეგობა თეატრს, ან განსაკუთრებით წინააღმდეგობაში მყოფ თეატრს და თეატრალურ მოძრაობას ვეძახი, იმიტომ რომ ჯერ არ იყო მოძრაობა და არის პრინციპში რატომ წარსულში. რაღაც უპირობო სოლიდარობის ძალა მისცა რა. ჩვენ ერთმანეთი მართლა დავინახეთ. ან ეგ უკვე მოხდა პრინციპში გიორგი უკვე რა. ერთმანეთი დავინახეთ იმ ადამიანებმა, ვისაც ერთნაირი ღირებულებები ჰქონდა, ერთნაირი მისწრაფებები და ხედვები, უბრალოდ ერთმანეთთან გადაკვეთა არ ჰქონდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ხელს უწყობს პოლარიზებას თვითონ ჯგუფში ერთნაირად მოფიქრებულ ადამიანებშივე. ერთმანეთი დავინახეთ, ერთმანეთი გავაძლიერეთ და გადავარჩინეთ.
და მე ვისურვებდი რომ ეს პროცესი გაგრძელებული იყოს, იმიტომ რომ პირველად დიდი ხანი არ არის რაც თეატრში ვმუშაობ, მაგრამ მაინც პირველად ვიგრძენი რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული ერთობა, რამდენად მნიშვნელოვანია როცა კოლეგას არ მუხთლობს რა, გოცდა. შეუძლია რომ იყოს თანაგანცდაში მასთან და ჩვენ ამ ყველაფერმა გადაგვარჩინა და გაგვაძლიერა. მხოლოდ ეგ გუშველის სოლიდარობა, ანუ პირობა, რომელსაც არ ჭირდება დათქმები და უნივერსალურია და ყველაფერზე ძლიერია და ყველაფერზე ვრცელდება და ეს ძალა მე ვიგრძენი. იმდენად ვიგრძენი, რომ ინერციით ამ დრომდე მოვყავარ და ამიტომაც მინდა რომ გაგრძელდეს. არ დამოვიწყდება, ჩვენი მარში იყო, ჩვენი ამ თეატრალების მარში იყო 14 იანვარს, მართლა ქართული თეატრის დღე. 14 იანვარს და მაშინ პირველი ესეთი საერთო მარში იყო თეატრალების დიდი რა, მანამდეც ყო ფილა რა თქმა უნდა და გადავკვეთილი ვარ სხვადასხვა მარშებზე თუ აქციებზე თუ საპროტესტო აქტებზე, მაგრამ ეს იყო სადაც ყველანი ერთად ვიყავით და ერთად ვიდექით და მოვდიოდით ახალი თეატრიდან რუსთაველის თეატრამდე, მე ეს ტირანოსის უდიდესი ბანერი დავკიდეთ და აი ამ დაკიდების პროცესში მთელი ეს გზა იყო რაღაც აბსოლუტური რიტუალი პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ შეგრძნებითად მე მქონდა განცდა რომ რაღაც მართლა განსხვავებულში ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ გრძნობდი რომ რაღაც საერთო იდეების და საერთო ხედვების და პროფესიის და საერთო საქმიანობის მქონე ადამიანების გაერთიანება ძალიან შთამბეჭდავი იყო. ალბათ სხვებსაც ჰქონდათ ეს განცდა თავის პროფესიულ მარშებზე, მაგრამ მე არ მქონია, იმიტომ რომ სხვა პროფესიასთან თანკვეთა არ მაქვს და განსაკუთრებით ამაღელებელი იყო რუსთაველის თეატრზე აი ამ ბანერის გაკვრა, როგორ გაიმეორა ისტორიამ თავისი თავი და როგორი ერთობა იყო ამ ფუსფუსში და ამ პროცესში, რასაც ჩვენ ამის გაკვრას ვწევდით, ვიღაცას კიბე მოქონდა, ვიღაცა ზრებოდა, ვიღაცა იმებს ვახვევდით, ამ გრძელ თოკებს, ვიღაც ფოტოს იღებდა, ვიღაც პერიმეტრს ამოწმებდა და უცებ ამდენი რეჟისორი, ამდენი მსახიობი, ამდენი მუშაკი ხელოვნების და არტისტი, მოკლედ ძალიან ყოფითი, თითქოს ყოფითი საყვარელი სახიფათო საქმიანობით ვიყავით დაკავებული. ისეთი რაღაცით ერთმანეთი არ გვინახავს და რაც იყო იმედის მომცემი ჩემთვის. მარტო ის ერთი იმიჯი და რეჟისორები იმიჯებით ფიქრობთ და ვაზროვნებთ. მარტო ის ერთი იმიჯი იყო სხვა ყველაფერს თავი რა დავანებოთ ჩვენ შეხვედრებს, გაფიცვას, ჩვენს კომუნიკაციებს, ერთმანეთის დანახვას, ერთმანეთის გაძლიერებას. ხო მარტო ის იმიჯიც იქნებოდა ჩემთვის საკმარისი, როგორც დამოუკიდებელი ახალ ბედა, ახალგაზრდა არტისტისთვის, რომ გავძლიერებულიყავი და იმედი მქონოდა რაღაც. ჯერ ის რომ საერთოდ თეატრი გაერთიანდა, ეგ ძალიან დიდი რაღაც მოხდა. აი ძალიან ისეთ კულტურულ რაღაცას გეუბნები, დიდი რამ მოხდა და ეს ამას იმდენად დიდი ზალა ჰქონდა, რომ ბუნებრივია რა ცენზურის კანონით სამუშაობდა და ბუნებრივია რომ არსებობს სამწუხაროდ ბუნებრივია არსებობს ეს ტენდენცია დევნის სამეფობრივი თეატრის მიმართ, ახალი თეატრის მიმართ და სხვა დამოუკიდებელი აქტორების მიმართ, ვინც იყო ელექტორალური, როგორც უკვე ვთქვი, ვისაც ჰქონდა ზალა და იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ ამ ერთობისთვის ნიადაგი შეემზადებინა და არ ვიცი, აი ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაულია და ამის შედეგებს კიდე უფრო მეტად მოვიმკით. შეიძლება ხა ძალიან იმედიანად ვლაპარაკობ, მაგრამ ამის რო არ მჯეროდეს, მაშინ რა გამოდის? ვერც ვეღარაფერს ვერ დავდგამ, ვერც ქუჩაში ვეღარ გამოვალ და ვერც წინააღმდეგობაში ვეღარ ვიქნები შესაბამისად. შენ თუ დაინახე რამე ახლებური ან შესაძლებლობის რამე გზები შიგნით გაერთიანების თუ სოლიდარობის და მეც პრინციპში ხარ რაც კეთებმა თქვა, ეგ განცდა მქონდა მესა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს გაერთიანება, მაგრამ ხო მართლა რაღაც აი მაგ პერიოდში ვფიქრობდი, რომ ალბათ მართლა წლების განმავლობაში ემზადებოდა ეს პროცესი ერთმანეთთან შესახვედრად. სხვადასხვა სივრცეებში, სხვადასხვა რეჟისორებში, თუ მსახიობებში, თუ თეატრის სხვა პროფესიონალებში ეს პროცესი თითქოს ემზადებოდა და შევხვდით ერთმანეთს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მართლა ეხაც მაქვს დაუშვათ მაგის იმედი, რომ კონკრეტულ მომენტში ეს ისევ შეიძლება რომ მოხდეს. ეხლა თუ თქვა ოდნავ რაღაც პაუზა თუ ანუ რაღაც ფორმებს იცვლის თითქოს და ყველა ცდილობს რომ თავისი ფორმა მოძებნოს ხო თითქოს ამ ეს წინააღმდეგობა როგორ გააგრძელოს ისევე როგორც მთელი საზოგადოება პრინციპში ცდილობ რომ გავიგოთ რომ აი ამ კონტექსტში ხარაში ცხოვრობთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმედი მაქვს რომ რაღაც ეტაპზე მივა ისევ რაღაც კონსოლიდაციის წერტილამდე აი
ერთი მაგალითად ის რო რაღაცა კონკრეტული სპექტაკლიდან ამოჭრეს რაღაცა სცენა, რომელიც წინააღმდეგაც მე პროპაგანდა ამუშავეს, არადა ეს რაღაცა 18+ სპექტაკლი იყო, რომელიც იყო კონკრეტული აუდიტორიისთვის გათვლილი, რომელიც დაინტერესებული იყო და მივიდოდა და ნახავდა და ეს რაღაცა საჯარო განხილვის საკითხად აქციას და მაგანაც დამაფიქრე, რამდენად შეიძლება რომ ერთი როცა შენ სივრცეში იჭრებიან, ან თეატრმაც რაღაცნაირად გაარღვევს მაინც სცენის სივრცე და გავიდეს მაგალითად რეგიონებში და ახალი თეატრის პრეცედენტიც ეგ იყო პრინციპში, რომ ეს რაღაცა სათქმელები, რაც ჰქონდათ, გავიდა გასცდა ამ სცენას და სხვადასხვა სცენები აითვისა რა. ეგ შესაძლებლობა რამდენად არის, მაგრამ სავარაუდოდ მანდ ეკონომიკური ამბავი და ფინანსების ამბავიც არის რა. და აქვე მაგასთან ბმაში რამდენად შეიძლება რომ ახლა ოდესმე მაინც რაღაცნაირად იქნება ეს სხვადასხვა თავისუფალი არასაზიანო ბიზნესებმა თუ საზოგადოებამ მეტად აიღოს პასუხისმგებლობა ან მეტად გაიღვიძოს მათში ამ კუთვნილების განცდამ თუ რაღაცნაირად მხარდაჭერის სურვილმა. რეგიონებზე ძალიან სწორად აღნიშნე, კი იყო ახალი თეატრის ეს მანიფესტის სიარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რითაც რაღაცნაირად იყო მცდელობა საზოგადოებრივი კონსოლიდაციის. თუმცა ასეთ პროცესში ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ენა, რა ენითაც ელაპარაკები ხალხს. როცა შენი ენა არის სახალხო და როგორ უნდა მიხვდე რომ ენა სახალხო არა, უნდა იყოს პირველ რიგში გულწრფელი და აი მართლა ქვემოდან ზემოთან აი საზოგადოებრივ წიაღში დაბადებული რა, და იმას მე ვეღარ გააყალბებ, ანუ ის თავისთავად ისე პოეტურია და აღარ ჭირდება მოკლედ ფორმაციაზე მუშაობა რა. სახალხო ენა, რომლითაც არის შესაძლებელი რომ დიალოგი შედგეს. იცი და მე ხანდახან მქონია რომ და შეიძლება ეხლა ამ წელს ვფიქრობ ასე, რომ ახლა უბრალოდ თეატრში თუ რაღაც განსაკუთრებულ სპეციფიკურს არ აკეთებ, ან არ ვიცი, ხედვას გააჩნია, მაგრამ მე ესე მიმაჩნია, რომ ახლა არ არის რაღაც მეტაფორების და სიმბოლოების და აი რაღაც ნაგულისხმევი კონტექსტების დრო რა. ისე პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ, როგორც არასდროს არ ვილაპარაკია. შეიძლება იყოს კრინჯი და არაორგანული თეატრისთვის, მაგრამ იმდენად მოცული აქვს პროპაგანდას ყველა საკომუნიკაციო არხი. იქნება word of mouth-იც მათ შორის, ანუ ეს პირისპირ საუბარიც უკვე შეუძლებელია ისე, რომ რაღაცაში ნარსისგან დაცლილი სიტყვები არ მიიღო და ყველა ის რა მოსაზრება, რასაც ლაპარაკობ, მიტაცებული აქვს ან პოზიციას ან ოპოზიციას, ხო? ან გიბიძგებენ პრინციპში ალეგორიულობისკენ. გიბიძგებენ, კი და ეგ არის პირველ რიგში დამანგრეველი, ანუ რასაც მე არ ვისურვებდი, ეგ არის რომ თეატრი დაუბრუნდეს იგავურ ენას. საერთოდ მინდა რომ გამოვრიცხო და ისევ ამ სპექტაკლის მაგალითს მოვუყვან ბოლო პერიოდში თუ რო ნახე, შენც მიხვდებოდი რომ იმდენად პირდაპირ იყო, რომ მეტი რო აღარ შეიძლება და სხვადასხვა იყო უკავშირი მსგავსი, რომ აქციას უფრო გავს და ძალიან გაგვიხარდა. ხარხულობის განცდა რაღაც მომენტში მეც მქონდა, იმიტომ რომ ახლებში იყო ეს. კი, ხო, ანუ იმიტომ რომ პირდაპირ იყო, იმიტომ რომ მე და თავშემოქმედებით ჯგუფს იმ მომენტში ეგრე მიგვაჩნდა, რომ ჩვენ ეხლა ისე პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ, რომ საერთოდ გამოვრიცხოთ მეტაფორა, საერთოდ ან ნაგულისხმევი კონტექსტი რა და იმიტომ ამის დეფიციტი გვაქვს. და იქნებ თეატრმა შეძლოს, რომ ეს დეფიციტი ამოავსოს, თუ კი აქვს ამის უნარი და აქვს ამის უნარი. რეგიონებში სერვისს რაც შეეხება, ერთი ის რომ სახალხო ენა აუცილებელია, მეორე ის რომ რეგიონებში წასვლა აღარ იქნება მარტივი, არა მხოლოდ იმიტომ რომ რესურსული ვერ იქნება, ჩვენ ძალიან გვინდა და ეხლა ამ სპექტაკლის აღება და მუშაობ მაგ საკითხზე, როგორ წავიღო რეგიონებში. თუმცა იცით რა არის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი, ანუ სივრცეები, რომ ვინ სივრცეში ვინ შეგიშვებს. სახელმწიფო თეატრის სივრცეები შეიძლება დაკეტილი აღმოჩნდეს, არ ვიცი, ეხლა შეიძლება თქვა, რომ არაშვილობას ულიყავი, კაცო გაგიღებდი კარსო, მაგრამ ეგ ხო, ანუ არ არის დამაჯერებელი. ანუ უნდა მოძებნო დამოუკიდებელი სივრცე, დამოუკიდებელი სივრცე რეგიონებში დეფიციტურია, იმათაც თავისი გასაჭირია ვხვდებით, ანუ საჯარო სივრცეში ჩვენების შემთხვევაში ნებართვა გჭირდება, ანუ რიგი რისკ ფაქტორები არსებობს, ის გამო შეიძლება შეფერხდეს ამის გაკეთება. თუმცა არის შესაძლებელი მაინც და ძალიან მინდა რომ მაინც გავაკეთოთ უახლოეს მომავალში. კიდე ამ ყველაფერმა ამ რეგიონებში გასვლის სურვილმა, ეს ტოტალურმა სურვილმა, რომელიც არ მხოლოდ თეატრს აქვს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებსაც, ხო? ამ ეს ყველაფერი გამოაჩინა, ეს სურვილი გააჩინა იმან, რომ ჩვენ მივხვდით, შევეჩეხეთ მთელი ჩვენი არსებით იმ ხიჩატახილობას, იმ პოლარიზებას, რაც საზოგადოებაში არსებობს. აქამდე ყოველთვის ლაპარაკობდით, რომ პოლარიზებულია, დაშლილია, გაყოფილია ორად და ამაზე მუშაობენ სპეცსამსახურები შესაბამისად. ახლა
მაგრამ ჩვენ ამისთვის ამის აღმოსაფხვრელად არაფერი გაგვიკეთებია. არ ხელგვეწიფებოდა რომ გაგვიკეთებინა პრინციპში და ის ვისაც ხელწიფებოდა ის არ აკეთებდა, ხო? ეხლა თითქოს ტენდენცია და განცდა არის რომ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ისევ ეს. ისევ ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ და ჩვენ უნდა ამოვავსოთ ეს ნაპრალი. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს. თორემ ამ პოლარიზებაში დარჩენილი საზოგადოება ვერ შეძლებს წინააღმდეგობის რეალური შედეგების მოტანას. სოციალური კონტექსტის და იმ შინაარსების გარეშე რა საზოგადოებას ამაშუება, რა ქვია, ერთმანეთთან აკავშირებს და კონსოლიდაციის სივრცეს ქმნის, ხო? შეუძლებელია რომ წინააღმდეგობა გახდეს სახალხო, შეუძლებელია რომ წინააღმდეგობას ჰქონდეს დამანგრეველი ძალა და თავის თავში არ ჩაიკეტოს და ამის დეფიციტს ვხედავთ. პრინციპში ახლა რატომაც დაპაუზებული, გაჩერებული, მოდუნებულია წინააღმდეგობა არის ეს, რომ მისგან განიდევნა სოციალური კონტექსტი. და ეხლა თავიდან უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა უფრო კონსტრუქციულად და თეატრმაც ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ცალსახად უნდა შეიტანოს, იმიტომ რომ აქვს ამის შესაძლებლობა და არის ელექტორალური, როგორც გამოჩნდა და როგორც დავინახეთ. ერთსაც ვიტყვი, ეხლა დამოუკიდებელ თეატრებს განსაკუთრებით სჭირდებათ გაძლიერება, იმიტომ რომ დგანან ექსისტენციალური საფრთხის წინაშე და მინდა მაყურებელს მოუწოდა თუ კადნიერებად არ ჩამეთვლება რომ იარონ თეატრში იმიტომ თეატრს მოენატრა მაყურებელი თეატრს სჭირდება მაყურებელთან შეხვედრა და გააძლიერონ დამოუკიდებელი კერძო თეატრები განსაკუთრებით აი მაგნაციაში ეს იყო ცირა ბიზნესების თუ ბიზნესების ნაწილიც და ეს აი ეგ ნაწილი ისედაც საინტერესო ალბათ თეატრი არის იყო ხოლმე და ეხლა კიდევ გაბედვის ნაწილიც დაემატა და მან საერთოდ რამის შესაძლებლობის გაჭრის არ ვიცი მაგ შესაძლებლობას ეხლა ესე ცხადად ვერ ვხედავ მაგრამ გამიხარდებოდა რომ ვხედავდე და ეგ მე მგონია რომ ეგ ეგრე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ მთელი ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყოს მხოლოდ გრანტებზე დამოკიდებული და ამით ცხოვრობდეს. ჩვენ შეგვიძლია რეალურად რომ ჩვენი ხელოვნება იქნება თუ რავი ნებისმიერი რამე ჩვენი ძალებით რაღაც ნაწილი მაინც ვაარსებოთ და შევუწყოთ ხელი ამ წარმატებას რომ გახდეს თქვა კერძო თეატრები თუ საგამოფენო სივრცეები თუ რა ვიცი ნებისმიერი ორგანიზაცია შეძლონ მათ მუშაობა და ამაში თუ კერძო ბიზნესები თავის წვლილს შეიტანენ ეს მხოლოდ კარგი იქნება მათთვისაც იმიტომ რომ ანუ მათი სახელისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ხო რას უწყობენ ხელს და ამ საზოგადოებაში შოულობენ ხო რეალურად ფულს და ბუნებრივია რომ მათ უნდა ქონდეთ რაღაც მხრივ სურვილი რომ ამ საზოგადოებას დაუბრუნონ მე ფინანსები რაღაც გარკვეული კეთილდღეობისთვის სტაბილურობისთვის თუნდაც მაგრამ ნუ ეხლა ცოტა რთულია რომ რაღაც სტაბილურობის შეგრძნებაზე ვილაპარაკო აი ბანკები თუ გააკეთებენ მაგას ისე იმიტომ რომ ბანკებს დიდი ფული აქვთ დიდი ბრუნვა და მარტო 5 მილიონი არ არის ეკრანის პრინციპში ბოლოსკენ წავედით დასასრულს რამე რემარკებად რამე სხვა დაგვიტოვებთ მაგას თუ სათქმელი არ ვიცი სოლიდარობა არის პრინციპში რაც 9 მილიონჯერ შემიძლია რომ გავიმეორო სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთის ეხლა განსაკუთრებით იმიტომ რომ ეხლა რა ეტაპზეც ვართ ყველაზე დიდი საშიშროება რასაც მე პირადად გრძნობ არის ეგ მარტო დარჩენის სასოწარკვეთა და მგონია რომ თქვა ქუჩის პროტესტსაც რაც აზიანებს არის ეგ სხვა ფორმის პროტესტსაც რაც არ ქმნის არის ეგ რომ შენ გონია რომ მარტო იქნება და ვერც ვერ გააკეთებ აი ეგ შეგრძნება მგონია რომ თანდათან ჩნდება და მაგისი მთავარი მოწინააღმდეგე არის სოლიდარობა შეიძლება იყოს მარტო უპირობო და ეს გვერდში დგომა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ დღესაც და უარეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ თითოეული ჩვენგანი დღეს თუ არა ხვალ დღეს ვიღაცას ორგანიზაციას დაუხურავენ და ხვალ ვიღაცას სახლს დაუნგრევენ არავისი პირადი კერძო საკუთრება არ დარჩება ხელშეუხებელი ამ სისტემის მიერ. ამიტომ სოლიდარობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს ადამიანებიც ციხეში იმიტომ არიან რეალურად, რომ ჩვენ ერთად ვიდექით ქუჩაში, მეც, ქეთევანიც, თქვენც ყველა შეიძლებოდა მათ ადგილას აღმოჩენილიყავით და ციხეში ჩავესვით ამდენი წლით და ეს ადამიანები პირველ რიგში არ უნდა დავტოვოთ მარტო.
ერთს ვიტყვი, რომ თეატრი არის წინააღმდეგობის ტერიტორია, სოლიდარობის სივრცე, სადაც შეგიძლია იპოვო თანაზიარობაში იყო ადამიანთან და იგრძნო რომ არ ხარ მარტო. ჯერა ამის და გაუმარჯოს თავისუფლებას, თანასწორობას და სოლიდარობას. გაუმარჯოს. გაუმარჯოს თანასწორობას და სოლიდარობას. სულ ეგ იყო. დიდი მადლობა სტუმრებს, დიდი მადლობა 64 სივრცის დათმობისთვის, ტექნიკური მხარდაჭერისთვის მომდევნო პოდკასტამდე.